ამერია მე-19 კი ბრუნდებით. მოგესალმებით გებრუნდებით ხელძაღლის მე-4 სეზონის მე-19 სერიით. დანდით ხომ ექნება და ლაიქოთ გამოიწერთ და კომენტარით. აი სერიები არის უჭველის ბოლო 4. ხო აქ ვარ შემოსასვლელთან. გადადი კოკა-კოლა დალი. კოკა-კოლა დალი რა. ის მის გადავიდა იმას გავს. სუპერნატურალში სიკვდილის როლს ვინც ასრულებს, ეგეთი ვაიბით გადავიდა. მოხდა კაცი რა. გაუმარჯოს. კაი ჯიპია მომილოცავს. არის რა. გაუმარჯოს. როგორ გიდის საქმეები? ნელ-ნელა ჯობია. მისმენი, კაპეზეში ზის კაცი. ყოფილი ძაღლი. ბროძელია გვარად, ამირამ ბროძელი. ვიცი. იცი როგორ არის? ამოვის ანგარიში ცხვირწინა აგაცავა. მოკლედ ეგ უნდა გაჩუმდეს. ისედაც გაჩუმებული არ არის ეგ ნაბოზა. ხო, მაგრამ დიდი შანსია ალაპარაკდეს. რაც ჩვენ არ გვაწყობს. სულ ეგ არის? შენ მე მგონი ვერ ხარ შავრას გეუბნები. სულ უნდა გაჩუმდეს, გესმის? სულ. ეგ გადაწყვეტილია. ყველასთან შეთანხმებულია? შენ ვინ გონი ვარ? ადამიანის ხორცს ჭამს, სისხლს სვამ თუ რა? ხო, ყველასთან შეთანხმებულია. კარგი. ოღონდ არავით არის ციხის უფროსი და ადმინისტრაცია. არანაირი სპეცნაზი. შენი კანალები უნდა ამუშაო. ძნელია. მაგასთან ყველა ყოფილი პოლიციელი ზის. კამერაში არ უნდა მოხდეს, ხო ხვდებია რა. ხო, ხვდები, დებილი ხომ არა ვარ. ისეთი ვინმე უნდა მოვნახო, ვისაც დიდი სროკი აქვს. ხო და მონახე. მერე შეწყალების თხოვნა შემოგვიგდებს, გაუნახევრებთ, პრობლემა არ ექნება. კომიტეტში უჩვენების ხედა. მერე ამნისტია და ვაფშე ხო იცი არა როგორ ხდება. კარგი. ოღონდ დრო ცოტაა. მაინც? დაახლოებით 3-4 დღე. ეყოფა? არ ვიცი. მაინც კაპეზია ხომ ხვდები? მაგრამ ვეცდები. აბა შენ იცი. შენი იმედი გვაქვს. არ გაინძე. შენი დედა. თაბაგას დაურეკე. გაჩერდი თორე გაშვი. მაგარი ჩავიძაბე ძმაო. ძალიან ჩავიძაბე.
ლექსო კი არა, ლეონ კენედი. ვინა ბიჭო? ლიზა ძა არ მინდოდა. მოქალაქე. არ მინდოდა ბატონო. ნამდვილად არ მინდოდა. მოქალაქე ძაძუა მორჩით ახლა ტირს და მიპასუხეთ. რა მოტივით მიაყენეთ სხეულის განზრახ დაზიანება? სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში. სიყვარულის გამო. გავხსენი ზახარიჩო. ეს არის ხალო სიყვარული პოლიციის თანამშრომელს პოლიციოს რო რეკავთავში. არა ბატონო, შემეშინდა. მე მეგონა ლექსო ლევანს მოკლავდა. ლევან. თქვენ არ იცნობთ ლევანს. ცხოვრებაში არ მინახავს უფრო კეთილი და კულტურული. შეხედეთ ერთი ამ პრასტიტუტკას კულტურაზე როგორ ელაპარაკება აქ. გაიგი ადამიანო საკუთარი დიშვილი ჭკუიდან გადაიყვანა. საგიჟეთში გამოამწულია და თვით მკვლელობამდე მიიყვანა. ეგ არის კეთილი და კულტურული კაცი მე მაგის ზახარიჩ ერთი მითხარი. რა ნახე ადგილზე რომ მიხვედი რა. ბიჭო ხო გითხარი რა ანამ დამერეკა პროვინცია ბატონიცი რაჩქარა თქვენ მჭიდებით რა ლექსოლეს რა ლექსო რა თქვენი დახმარება ჭირდება ტაქსით სახში მიდივარ კაცო დავაი საავადმყოფოში დავგაზეთ მივედი სანიტარკა მეუბნება დაბლა აი იქ მივედი რა ვხედა ამას თავია გატეხილი იქით მივიხედე იმას მუხლია გადაყლეფილი ეს კიდე მიწაზე ზის და ტირის კაცო სად იყო ანდროს ლევან ჭალაგანიძე? ის ადრე დაითესა. ანა, შენ როგორ მოხდი პატბალში? ლექსო რო გაეკიდა შავკაპიშონიანს ბიძაჩემს. ძალიან შემეშინდა. მაშინ ხო არ ვიცოდი ვის მისდევდა. და ბატონ ბიძინას დავურეკე. თან დერეფანში გავარდი და პერსონალს ვეძახდი საშველად. მერე ქვევიდან რაღაც ხმაური შემომესმა და სარდაფში ჩავედი. ბიძაჩემი პირდაპირ ჩემსკენ გამურბოდა დამეჯახა და წამაქცია. მუხლი მაშინ გადაიტყავე? დიახ. მერე? მერე ლექსო ვნახე ძირს ეგდო თავგატეხილი და ლიზა ედგა ამ იატაკის ჯოხით ხელში. თავზე ედგა ესე იგი არა? დიახ. კარგი, ერთი შენის მითხარი. მოქალაქე ძაძუა თუ აპირებდა მიმალვას დანაშაულის ადგილიდან? არა. ძალიან შეწუხებული იყო. მითხრა ლექსო სისხლი შეუჩეროთო. და მერე სანიტრები და მორიგე ექიმიც ჩამოვიდა. მართალია. ლიზამ გამიშერა სისხლი. მე არ ვაპირებდი ლექსოს მოკვლას. ლევანის გადარჩენა მინდოდა. ლექსო ძალიან მიყვარს. რა ვაყოლა შენ გიყვარ შედალოცილო? მე რომ არ შემომეპარებინა, მაშინ ლექსო იქ არ იქნებოდა. ლიზაჯან, ერთი მითხარი, ოღონდ ჩესტოთ. იცოდი რასაც უწყობდა ლევანი ანას. არა ბატონო, მე საიდან უნდა მცოდნოდა? მაშინ ანაზე ადრე როგორ აღმოჩნდი სარდაფში? დავინახე როგორ მისდევდა ლექსო ვიღაც კაცს. ქვევით ჩაირბინეს, ვერ გავიგე რა ხდებოდა. ვიფიქრე ლექსოს ვინმეს და ჭხუბი რომ მოუვიდეს დავიღუპა სამსახურიდან გამაგდებენ მეთქი. მოგითხარით ლექსო მე შემოვაპარე საავადმყოფოში. ვიფიქრე ახალგაზრდები არიან და ერთმანეთი უყვართ. შეუწყობ დავაყბარე მიმეთქი. ოხ, ჭალაგანიძე, შენ ჩამივარდებოდე ხელში რა. რა უნდა იმ შეჩვენებულს ამ ანგელოზივით გოგოსგან? არ ვიცი, საერთოდ ლევანი ეგეთი არ არის. ალბათ აიძულეს. ანა, შენ რას ფიქრობ? არაფერი არ ვიცი. ვერაფრით ვერ ხსნი რაც მოხდა. შოკში ვარ. ლევანი მამასავით მიყვარდა. ძალიან გთხოვთ, ამაზე არ მალაპარაკოთ რა. არაფრით არ შემიძლია. ბროძელისა და კანკიას საქმეში ანა მოწმედ გადის.
არ არის გამორიცხული, რომ ჩიფჩიური და მისი ბრიგადა ლევანს აიძულებდნენ, რომ მოწმე შეურაცხადად გამოეცხადებინათ. ხიუსგარ, რას ნიშნავს აიძულებდნენ რა, ხელებს უგრიხავდნენ რა? ისე მაგის გადამოწმება ადვილად შეიძლება. მაგრამ ანგარებას რატო გამორიცხავთ? რა ანგარებას, ზახარიჩ? საწყალი ობული გოგოსგან რა გამორჩენა უნდა ქონოდა? თუ არ მეშლება, შეურაცხადი პირის ქონება მისი მეურვის ხელში გადადის. ესე იგი, მეურვეს ეძლევა უფლება ქონების განკარგვის. ახლა მაინტერესებს და გეკითხებით. 4 ოთახიანი გასისინებული ბინა ქალაქის ცენტრში. რა არ არის კაპიტალი? მაგას ვერ დავიჯერებ. ბინის გულისთვის ამას როგორ იზამდა? ანუშკა შვილო. შენ ჯერ ახლა იწყებ ცხოვრებას და შენთვის ბევრი რამ დაუჯერებელია და მე დავბერდი ამ პოლიციაში და ისეთი რამეები მაქვს ნანახი. როგორ არ შემზიზღდა ადამიანთა მოდგმა საკვირველია. იქნებ გამოვა მდგომარეობაში იყო. ან მე აშანტაჟებდა. გაირა ვის უნდა დაეშანტაჟებინათ ეძმა. მე ვიცი ვისაც. იცი? იმ კახპას ბიძა და მისი ძმაკაცები ემუქრებოდნენ. ვინ კახპა კაცო, რა კახპა? დაალაგებულად მოგვიყევი. ის გათახსირებული გოგო ნათია ყალიჩავა. ჩვენთან გადიოდა ორდინატურას. მერე? მერე ლოგინში შეუხდა ბატონო ლევანს. რა თანამდებობა არ ვარ გათო? გარეგნობა. ღმერთივით კაცია. კი, შენ ეგარ შეგეშლება. მერე დაორსულდა დებილი. ატყდა ერთი ამბავი. მაგნათიას ბიძა და მისი პარტიის ლაწირაკი მეგობრები საავადმყოფოშიც კი მოუვარდნენ ლევანს. აღრჩობდნენ. ჩვენ რომ არ ყოფილიყავთ, ალბათ მოკლავდნენ კიდეც. პოლიცია ხომ არ გამოგეძახიათ? არა. ლევანი თვითონ იყო წინააღმდეგი, ხომ გესმით? რა გვარია? ყალიჩავა. სახელი არ მახსოვს. მაგათი პარტიის რაიონული უჯრედის უფროსია თუ რაღაც ეგეთი. მოკლედ დიდი კაცია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საავადმყოფოშიც მაგისი შემოგზავნილია საფინანსო პოლიცია. მერე იპოვეს რამე? ლექსო გენაცვალე, თუ მოინდომე ყოველთვის იპოვი რაღაცას. ლევანი ძალიან ღელავდა. დაკითხვებსაც დაათრევდნენ, ურეკავდნენ. და ეს ამბავი დღემდე გრძელდება? არა, ჩვენი ერთ დღეს ყველაფერი დამთავრდა და ლევანიც დაწალარდა. როგორ მასალები პროკურატურას არ გადაეგზავნა? რა ჩემი საქმეა. მე ვინმე კითხება. მოკლედ, მაგ ჭალაგანიძეზე სასწრაფოდ უნდა გამოვაცხადოთ ძებნა და დავაკავოთ. შენ კიდე ნიჟარაძე, თუ შეძლებ, ნახე იქ ყალიჩავა და გაესაუბრე. და ამას რას უპირებ? ეს აქ იჯდება, პოლიციელზე თავდასხმა ხუმრობა საქმე ხო არ არის არა? ლიზამ ფაქტიურად ანა გადაარჩინა და ძიებას დაეხმარა. რითი პოლის ჯოხით არა? არა, ჩემი საავადმყოფოში შეშვებით. მე საჩივარს არ დავწერ. ბიჭო, შენ მე გამაგიჟებ. კინაღა მოკლა და ეხლა ხელსაფარებ. ეგ იცი რა არის? ქურდული მენტალიტეტი. ეხლა ეს თუ სამაგალითოდ არ დაისაჩა, ყველა დაავლებს კეთს ხელს და დაერევა ამ შენ პოლიციას. ეგრე არ არის ზახარიჩ? კეთს არა ზარმასას. ერთი საცოდავი შეყვარებული ქალია. თავის უბედურება ეყოფა. დააწერინე რა, რას მისკა და გავუში. მე შენ სათილას ასე მოიქცევოდი. რას ბალამუტო? არა ხალხი არა. ესე იგი ამ ქვეყანაში ბოზი თუ არ ხარ, კაციშვილი არ გამოგესარჩლება რა. მოკლედ, დამიწერ გაუსვლელობის ხელწერილს. ფეხს არ მოისვრის შენი სახლიდან და პირადად მე გაგაკონტროლებ, გასაგებია? შეიძლება ბატონო დარიელ. შემოდი კაცო, რას კითხულობ? გამარჯობა ბატონო გელა. ვიყავი? დიახ. მერე? ვერა საქმე კარგად ბატონო დარიელ. ახლა დროზე ამოშაქრე. სახლიდან გავამაგდო. როგორ კაცო? სახლიდან გავამაგდო და დამაბარა თავი დამანებოს. დღეიდან ჩემს საქმეს მე თვითონ მივხედავ. მე თვითონ მივხედავო? დიახ და ისო აკი დამპილი და ბროძელი ხმას არ ამოიღებსო და ეგ არის მაგის პირობაო. მე რაც დაგაბარა ის ხო უთხარი. უთხარი და მაგითომ გავამაგდო. დაახვი ახლა აქედან სანამ ლამაზი ხარო, თანაც თქვენ გაგინათ. მე მაგინა? დიახ. კარგი დაგტოვე. ნახე. მაინც ვერ გავიგე რა უნდა ქნას.
რა ფეხები უნდა მოგჭამოს? დაფქვავს ყველაფერს. ვინ დაუჯერებს? უგეშინია დაუჯერებ. მტკიცებულება? ეგ ისეთი ჩათლახია, რაც ჩემთვის დოკუმენტები აქვს მოტანილი, ყველას ქსეროასლი ექნება გადაღებული და შენახული. რა ვქნათ? რასაც წერან გეუბნებოდი. ხო, ეთყობა სხვა გზა მართლა არ არის. ოღონდ ყველაფერი კარგად უნდა აწონდააწონო, ყველა წვრილმანი უნდა გაითვალისწინო და ისე დაგეგმო. თორე რა ვიცი მე აქაც პროძელის ვარიანტი არ გამოვიდეს. არ არსებობს. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. ქალბატონ თინათითთან შეხვედრა მინდოდა. პრემიერ-მინისტრი დაკავებულია და არავის არ ღებულობს. მე ტრისტან ჩიფჩიური ვარ. სასწრაფო საქმე მაქვს. გიცენთ ბატონ ტრისტან, მაგრამ რა ვქნა, ასე მაქვს დავალებული, არავინ არ შემოუშვა. ეს ხომ მაინც შეგეძლიათ გადასცეთ და უთხრათ რომ გარეთ ველოდები. ეგ შემიძლია. შემობრძანდით და შიგნით დაელოდოთ. დაბრძანდით. ბატონ ტრისტან, პრემიერ-მინისტრი გელოდებათ. გაჩხრიკე შეჭი. ლექსო, რა იყო? ჩასაკეთებ? არაფერს. რამეს ხوار წვალ, რაღაც სუნია. არა, გეჩვენება. ეგ მენე მე გავი. მართლა მე რო პირველად კარტოფილი შევწი. ლექსო, გაგიჟდი რასაკეთებ? ბადრიჟანს ვწავდი, შეფის სურპრიზის გაკეთება მინდოდა. კარგი რა, რა დროს ეგარი ვერ ხედავ ცხელი ტაფა ვიჭირავს. ამის დრო ყოველთვის არის. მომიდომა აქ შეფპოვრობა. ვიცოდი რომ გშიოდა. მამა ჩემს უყვარდა მზარეულობა. ძალიან მაგრად აკეთებდა. ჩემი გოგოები გიჟდებოდნენ მაგის გაკეთებულ საჭმელებზე. რა საჭმელებს აკეთებდა? ყველაფერს. ნიგვზიანი ლობიოდან დაწყებული, ჩაქაფულით დამთავრებული. და ჩემს დაბადების დღეზე აუცილებლად ჩანახს აკეთებდა ხოლმე. ხორცს წვავდა, ისე არქიტექტორი იყო. და შენ მომიყევი რამე შენზე, მე ხო არაფერი არ ვიცი. მარტო ის ვიცი, რომ ამერიკაში სწავლობდი და მშობლები გერმანიაში არიან. პროფესიით ვარ იურისტი. გავიარე 6 თვიანი პრაქტიკა ნიუ-იორკის კრიმინალურ პოლიციაში. ვარ პოლიციის კაპიტანი და მყავს მსოფლიოში ყველაზე მაგარი გოგო. მე დიაფერებს. ჩაპირე ლექსა. კაიაკოფა ძმა და თაბაგარია ძმა. აუ, უპასუ. ოე. აუ. ამისე დავა. ეგრე რა. ხო რეზო. რეზოა? ხო. რა? მართლა? ხო, მოვდივარ. მოვდივარ. სად მიდიხარ? ასიზამ უნდა შეეჩვიო. ესეთი მურტალი პროფესია მაქვს რა. და რა მოხდა ესეთი? არაფერი ქათამაძემ დამირეკა. ლევანი თავის ფეხით მისულა პოლიციაში.
უფრო სწორედ პატრულს ჩაბარდა და იმათ მიუყვანიათ განყოფილებაში. თვითონ ჩაბარდა? ხო და ძალიანაც კარგი იქნა. და ხორცემენ. არა, გაგიჟდი. ეხლა უნდა წავიდე. ძალიან მაინტერესებს რა ჩვენებას მისცემს. რეზო თეთრსუთხნავს. მეც. და იქიდან პირდაპირ აქ მოვდი. გელოდები იცოდე. კარგი. აბა, ერთ გაშრება ვერ მოასწრო, გოგო, მეორე დაასვლა. მოდი კიდევ ერთხელ. ყველაფერი თავიდან ჩამოვაყალიბოთ და უქმი გავაფორმოთ. ესე იგი, თქვენ აღიარეთ, რომ ანგარებით 4 ოთახიანი ბინის ხელში ჩაგდების მიზნით გადაწყვიტეთ საკუთარი დიშვილის, ანა ბერაიას მიყვანა მძიმე ფორმის ფსიქიურ აშლილობამდე, რათა შეურაცხადად გამოგეცხადებინათ და მისი მეორე გამხდარიყავით. დიახ. ვაღიარებ. თქვენ მას უწყობდით ფსიქოლოგიურ ტერორს. უთვალთვალებდით და აშინებდით. ხომ ესეა? ასეა. მაგრამ არ იფიქროთ, რომ საბოლოოდ გაწირული მყავდა. გაყიდული ბინის სანაცვლოდ მევაპირებდი მისთვის ოროთახიანი ბინის შეძენას ნაკლებად პრესტიჟულ უბანში. გარდა ამისა, როგორც პროფესიონალი გეუბნებით. ფსიქოლოგიური სტრესი ანას დაუყოვნებლივ მოეხსნებოდა მარტივის სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ. როგორც პროფესიონალს ისე გეკითხებით. ასეთი ძლიერი სტრესი უკვალოდ ხდება? არა. უკვალოდ არაფერი არ ხდება, მაგრამ სტრესი შეიძლება იყოს ღრმა ან მსუბუქი. მე ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ანა ფსიქიურად ჯანმრთელი დარჩენილიყო. როგორი კეთილშობილური განზრახვაა? მე ამას გულწრფელად ვამბობ. არ არის საჭირო ირონია. გაითვალისწინეთ. 3 თვე რა შანტაჟისა და სტრესის ქვეშ ვიმყოფებოდი. ხან ფიზიკური განადგურებით, ხან კი დაჭერით მემუქრებოდნენ. ვინ გემუქრებოდათ გაიმეორეთ? ნათია ყალიჩევას ბიძა და მისი მფარველები. მე ამას ოფიციალურად ვაცხადებ. ესე იგი, არ უარყოფთ, რომ ორდინატორ ნათია ყალიჩევასთან ინტიმური კავშირი დაამყარეთ ამ უკანასკნელის თანხმობით? დიახ. ეს როდის მოხდა? წელიწად ნახევრის წინ. ყალიჩევა დაფეგმძიმდა და თქვენ მოგმართათ, არა? მომართა. მაგრამ მე რა შემეძლო? მე მაგისტვის ცოლად შერთვის პირობა არ მიმიცია. ან სადაა გარანტია, რომ მაინცა და მაინც ჩემგან დაფეხმძიმდა? მე რა ვიცი, იქნება ისე როგორც მე სხვასაც შევხვდა ლოგინში. ის თქვენ ლოგინში კი არ შემოგიხდათ. ეს თქვენ კაბინეტში მოხდა. თქვენ საწინ მაგიდაზე ხომ ესეა? დიახ. ეს ამბავი 3ჯერ თუ 4ჯერ მოხდა და 3-ვეჯერ ჩემს მაგიდაზე, მაგრამ საწერი მაგიდების მეტი რა არის ნებისმიერ ორგანიზაციაში თუ კერძო ბინებში? თქვენ ხვდებით, რომ ნაძირალ აბრძანდებით? შეურაცხყოფას ნუმაყენებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ მე აქ ჩემი ფეხით მოვედი და ეს დაფიქსირებულია. კარგი. მე რა მოხდა? რის მერე? იმის მერე, რაც ნათია ყალიჩევა დაფეგმძიმდა და გთხოვათ, რომ ცოლად მოგიყვანათ. მე უარი უთხარი. რადგან მოვლენათა ასეთ განვითარებაზე ჩვენ არ ვიყავით მოლაპარაკებული. აბორტის გაკეთება შევთავაზე და დახმარებასაც დავპირდი. რა სახის დახმარებას დაპირდით? როგორც ფინანსურს, ისე ორგანიზაციულს. წარმომიდგენია, რაც ცინიკურად გააკეთებდით ამას. მერე? გაუსწორდა. რა მერე? თავისი დებილი ბიძა მომიგზავნა. რუბენ ყალიჩევა. პარტიულ ძმაბიჭებთან ერთად დამადგნენ საავადმყოფოში. ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს, მემუქრებოდნენ. რუბენ ყალიჩევა? ას ნაცნობი სახელი და გვარია. პარტიის რაიონული უჯრედის უფროსია. ყოფილი ნარკობარიგა. კი, მაგრამ მე ხომ ციხეში იჯდა. მერე რა? ამათ ხელში არ არის ყველაფერი აიღეს და გამოუშვეს. რა დამსახურებისათვის? ტარიელ მაცაბერიძე ხომ გაგიგიათ? როგორ არ გამიგია? ხო და ეგენით ჩაშკალოშკები არიან. რა კავშირი აქვს უმრავლესობის ლიდერს ნარკობარიგასთან? ეს ახლა უმრავლესობის ლიდერი. თორემ მთელი ცხოვრება ნარკომანი იყო და დარწმუნებული ვარ ახლაც არის. ეგ მაცაბერიძე ადრე მკურნალობდა კიდეც, მაგრამ უშედეგოდ. მერე რევოლუციას მიეთმასნა იაქტიურა და თანამდებობაც დაირტყა. ყალიჩევა კი პარტიული ბოსი გახდა. კარგი, თქვათ ესეა. ამას თქვენთან რა კავშირი აქვს? პირდაპირ. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მაღალი თანამდებობის პირების ცილის სწავლებით თქვენ ცდილობთ ძიება შეცდომაში შეიყვანოთ. არა, ლექსო. მე თქვენთან საპროცესო შეთანხმების დადებას ვცდილობ. გასაგებია? ჩემო ლევან, თქვენ
თქვენ ბრალი გედებათ საკუთარი პროფესიული ცოდნისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. ანა ბერაიაზე ფსიქოლოგიური ტერორის განხორციელებასა და სხვისი ქონების მითვისების მცდელობაში რა საპროცესო შეთანხმებაზე მელაპარაკები? ამ 3 თვის წინ საფინანსო პოლიცია შემომიგზავნეს. ამოქეკეს ყველა ქაღალდი და საქმე შემიგერეს. მერე შანტაჟი დაიწყო. ყალიჩავა 100,000 თხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში 6 წლიანი მუხლით მემუქრებოდნენ. რა უნდა მექნა? იძულებული ვიყავით დავთანხმებოდი. როგორც კი ჩემი თანხმობა მიიღეს, საფინანსო პოლიცია გაჩერდა. საქმე პროკურატურაში არც გადაუგზავნიათ, პირდაპირ თაროზე შემოდეს. რითი ამტკიცებთ, რომ ამ საქმეში ტარიელ მაცაბერიძე გარეული? ჯერ ერთი მოლაპარაკებისას ყალიჩავა სწორედ მაცაბერიძემ მოიყვანა. ეს ძალის დემონსტრაცია იყო. აი ნახე რა ხალხთან გაქვს საქმე, ერთ წუთში გავჭრიდავთო. და რაც მთავარია, საფინანსო პოლიციის შემოყვანა და განსაკუთრებით მერე მისი გაჩერება. ვის შეუძლია? პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალურ პროკურორს. და კიდევ ყველაზე დიდი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერს. მე ვამტკიცებ, რომ მაცაბერიძემ მოიყვანა ყალიჩავა თბილისის ზღვაზე თავისი მანქანით, სადაც ჩვენ შორის საბოლოო გარიგება შედგა $100,000 გადახდაზე. მაცაბერიძე მანქანიდან არ გადმოსულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ იქიჯდა და ალბათ ყველაფერი ესმოდა. მერე ყალიჩავა ისევ მის მანქანაში ჩაჯდა და ერთად წავიდნენ. ესე იგი, თქვენ ყალიჩავას და მაცაბერიძეს ბრალს დებთ შანტაჟსა და ფულის გამოძალვაში. და საფინანსო პოლიციის საქმიანობისთვის ხელი შეშლაში. უფლებამოსილების გადამეტებაში და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში. ვთქვათ, რასაც ამბობთ, ყველაფერი მართალია. თქვენ აცნობიერებთ, ვინ არის ტარიელ მაცაბერიძე? გესმით, რა ძალას უპირისპირდებით? მესმის. იმის მერე, რაც თქვენ ჩაიდინეთ, მორალური უფლება გააქვთ სხვას ბრალი წაუყენოთ? ისინი თქვენს დანაშაულს კარგად გამოიყენებენ. ჩემი კარიერა აღარ არსებობს. ჩემი ცხოვრება ფაქტიურად დამთავრდა. დასაკარგი აღარაფერი დამრჩა. ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ შემიძლია, თან წავიყოლო ეგ ნაძირლები. ვინც ამ დღეში ჩამაგდო. თქვენ კარგი ადვოკატი დაგჭირდებათ. რა რით ვეღარ მორჩი ამ ჩათვახის დაკითხვას? всё მორჩა გაუშვ კამერაში და მერე გააგზელებ. და რა ხდება, რა ამბავია? ეხლა დამინდეკა დილას ჭკადოა. სასწრაფოდ უნდა გავტისკოთ ჩიფჩიური, მაგრამ უხმაუროთ. მე შენ და წრიალაშვილი ვეყოფით, გასაგებია? დავაი ხაჭკარა. დავაი გაათრე ეს ნაბოზარი ფსიქიატრი მესამეში. ეხლა თქვი რა ხდება? შუქი უნთია. ეთყობა სახშია. ბაგის მანქანაც აგდგას. ამ შოთისა შუქი რა თუნდა მაგ ჩემისას? მე რა ვიცი, უნთია და. დავაი ავედით, მიდი. პოლიცია! რა ვქნათ? ნუ დილარ დავურეკავ რა. მიდი. ალო. დილარ, ხო, მე ვარ. ადგილზე ვარ. უკემოთ მანქანა აყენია, სახლში შუქი უნთია, მაგრამ კარებს არ გიყავს. რა ვქნა შევიდეთ? ხო, გაი. მიდი.
ესე იგი შენის აზრით თვითმკვლელობაა? ერთი შეხედვით ეგრე ჩანს. ექსპერტმა იმუშავა. კი, მაგრამ საერთო ვერაფერი ვერ ნახა. დასკვნა დღეს ან ხვალ იქნებაო. რომელი იყო? ოთარა. ოთარა კარგია. წინა საღამოს ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამაში რო თქვეს, ბროძელმა ჩვენება მისცაო, ეთქობა მიხვდა რომ ნაღდა დავიყვანდით რა და შეეშინდა. შეიძლება, არაფერი არ არის გამორიცხული. თქვენ რა ჯგებარებათ რამეში? არც ეგ არის გამორიცხული. აქ რა ხდება? ამ ჭალაგანიძემ გადამრია რა. იო, რაღაც უცნაური ვერსია აქვს. ტარიელ მაცაბერიძე გაყავს საქმეში. მოიცა რომელი ტარიელ მაცაბერიძე კაცო? ისა? ხო. კაი კაცო. ჯერ რევიზია მომიგზავნაო. მერე ფინანსური პოლიციის დასკვნა შეაჩერაო. ეხლა კიდე ეგ და ყალიჩავა შანტაჟს მიწყობენ, რომ $100,000 გამომძალონო. საკუთარ დიჩულს მაგიტო ვაგიჟებდიო? მოიცა, ეს ყალიჩავა ვიღა უხერია. ყალიჩავა იმ გოგოს ბიძაა, ჭალაგანიძემ რო შეასტინა. აჰა. და ვინ აღმოჩნდა იცი? ვინა? წამლის ბარიგა. გახსოვს კოშკამ რო დააუთოვა. რუბენადო? ხო, ეგა. როგორ არ მახსოვს? ხო და ეხლა წუთი-წუთზე ველოდები. უწყება გაუგზავნე. მოვარო? მოვა საწავა. თან კოშკაც აქ ამყავს. ეგ რუბენა მაშინ ძალიან იოლად დაგვიძრა ხელი ნახო იცი? პატრონი გამოუჩნდა. და კოშკამ რა? რუბენაზე არაფერი არ მithkoms. აზზე არ არის. თეატრი გვიყვარს ქართველებს, თეატრი. ლექსო, ვიღაც ყალიჩავა მოსული, შენია? ჩემია, შემოუშვი. შენია? შეიძლება პატივცემულო. მობრძანდით. გამარჯობათ. გამარჯობათ. დაბრძანდით. მადლობთ. ჭალაგანიძე დაიჭირესო და მართალია? დიახ, მართალია. და სწორედ ამიტომ დაგიბარეთ. მაგის სისხლი დავლია მე მაგის. მოწმეების ჩვენების საფუძველზე ამა წლის 13 მარტს თქვენ ჭალაგანიძეს სამსახურში მიუვარდით და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ, მართალია? მართალია. ვახრჩობდი მაგ ჩათლახს მაგას. რატო რა დააშავა? რას ქვია კაცო რა დააშავა? ერთადერთი ძმისშვილის შემიცდინა. საწყალი ობოლი გოგო გამეუბედურა ნაბიჭვარი გაუკეთა და არ უნდა მომეკლა. ლევან ჭალაგანიძეს ჩვენებაში უწერია, რომ თქვენ პარლამენტარ ტარიელ მაცაბერიძეს დახმარებით მას საავადმყოფოში რევიზია მიუგზავნით, რომელმაც სერიოზული ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა. მაგრამ რევიზიის ოქმი იმავე მაცაბერიძეს დახმარებით გააჩერეთ. პროკურატურას არ გადაუგზავნეთ და ჭალაგანიძეს შანტაჟი მოუწყეთ, რომ $100,000 გამოგეძალათ. ესეც მართალია? ეგ სულელი ხომ არ არის კაცო. მართლა ეგრე თქვა? დიახ, ეგრე თქვა. და თუ საჭიროა პირზეც დაგაყენებთ. რის 100,000? რა 100,000? თანაც მაცაბერიძე საერთოდ რა შუაშია? ესე იგი ჭალაგანიძის ჩვენებას არ ეთანხმებით. რა თქმა უნდა. რუბენ, ჯიგარო. შენგან აყიდი წამლით სამი ბიჭი რო დაებრიდა სოლოლაში. გასწორებს? მე იმ საქმეში სუფთა ვიყავი და იმიტომაც ვარ გარეთ. კაი კაცო. გარეთ იმიტომ კი არა ხარო სუფთა იყავი. იმიტომ რომ მაცაბერიძემ გამოგატრია. თანაც მთავარი მოწმე მაშინ მიმალვაში იყო და ამიტომაც იოლად დაგიხსნეს. დურაკ. მაცაბერიძის გატისკვა გინდათ და ამიტომ მაწვევით, ხო? არა ჯიგარო. აი 12 წელს რომ მოგარჭობენ პოლნიკატუშკით. მაშინ გაიასნდება ყველაფერი. თუ ძმა ხარ გამაგებინეთ ერთი რა გინდათ შემგან. ეხლა შენ აზზე არ ხარ რა გვინდა რა? მაშინ აგიხსნი. უნდა დაწერო ჩვენება. რომ შენ და ტარიელ მაცაბერიძე აშანტაჟებდით ჭალაგანიძეს. და ეს გამოვა ფულის გამოძალვის მცდელობა. და უსლოვილის მოგიჯიან, გათავთ. არ დაწერე ძმაკაც. 6 წელი ზედა გაქვს. ეხლა რამდენი წელისა ხარ? საყვარელო. მაქსაკენ კი შენ ქათმებს დაუყარე. გითხარით, მე იმ საქმეში ცამდე მართალი ვარ. ხო არა? არარო. ლექსო. დავა ერთი მოწმე შემოიყვანე. როგორ მაახერხა ჩემი ვინა?
ბატო. აუ გადავაბი. აუ ძალიან თესლია. მეათსერი. ტელეკომპანია იმედი წარმოგიდგენთ. ახ მართლა ძალიან მეში ამა საკ მაშორეთ ეს კაცი გაიმალე და რა ხდება კაცო გამაგებინე რა ხდება კაცო ხალიჩო დაწყნარდი დაჯექ გაიგე ახლა რაც ხდება ხო და კარგად დაფიქრდი ყველაფერი აწონდაწონე ხო იცი შენი ასარჩევია ამ პირობითი საჯდელი ან 6 წელი შეიძლება 8 გააშლია როგორი მოსამართლე შექმნება რა გადაწყვეტეთ მომეცით გავალდი ოპა ხალხის მეტი რა გვაქვს გისმენთ ბატონო ბიძინა გამარჯობა ზალი ვარ გამარჯობა ბატონოსა ბატონო ბიძინა სასტრაფოდ ქალბატონ თინასთან უნდა ამოხვიდეთ რაწყნეთში მანქანას გამოგეგზავნოთ სად ახლა პოლიციაში კარგი 10 წუთში მანდ იქნება აბა ჯერჯერობით ჯერჯერობით რა არის აბა ჯერჯერობით რა ესე იგი იძლევი ჩვენებას ხო აბა რა ვქნა დავაი ამ ქალმა ყველაფერი მოწია იმენა მე ვარ ნოვანთ მდედრი შენ რაღაც ძალიან მშვიდად ხარ შენ კი ზედმეტად ნერვიულობ მე რა მაქვს ანერვიულო ინერვიულონ იმ დამპლებმა ჩვენს კოლეგებზე ბრძანებთ ბატონო ზალ დიახ ჩვენს ყოფილ თანამებრძოლებზე ქალბატონო თინა და მოვიდა ძალიან კარგი იცი რას გეტყვი ჩემო თინიკო ომითა და რევოლუციით მოსული ხელისუფლება მართლა არ ვარ გარა ზანდებოდით რა ხალხო თინა შეწუხდებით მე და მეტი არაფერი მქონდა შესაძლებელი როგორ გიკითხოთ რა ვიცი ვარც თქვებით ამ პოსტრევოლუციური მშვენიერებით თხილად ბატონო ბიძინა ნუ გავიწყდებათ ამ რევოლუციის ერთ-ერთ ავტორს ესაუბრებით დაბრძანდით დასაჯდომად მსად ვარ მე მგონი ჩვენ ყველა ერთად დავჯდებით თუ ვიღაცებს დროზე არ მიუჩინეთ თავისი ადგილი რა ხდება არ მინდა რა ჩიფჩიურის ამბავს გაიგებდით ალბათ კი ორი მოვგარი თავი მოიგლო მაგრამ რა არის იცით შეუნდა სულხავნა თქვენ შეხვედრილ ხართ არა კი მქონდა ბედნიერება და როგორ ფიქრობთ შეიძლება ასეთი კაცი სუიციდისკენ მიდრეკილი ყოფილიყო რა არის იცით ფსიქოლოგი არა ვარ მაგრამ თანამდებობით ვიცი რომ პროკურატურაში გაიცა სანქცია ჩიფჩიურის აყვანის თაობას ისიც ვიცი რომ ჩვენი ბიჭები დილადრიან მივიდნენ ასაყვანად მაგრამ დააგვიანეს სახში რო შევიდნენ უკვე ჩამოუშვალი დახვდათ რატომ მეკითხებით საქმე იმაშია რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ტრისტან ჩიფჩიური ჩემთან იყო და აი ეს გადმომცა იცით ეს რა არის ამოების ანგარიში
დიახ. ხო ვამბობდი, ეგ ისეთი თუქსუსია. ერთ პირს აუცილებლად გადააკატევებს და შავი დღისთვის შეინახავს მეთქი. ვოთ. ხო და როცა ეს შავი დღე დაუდგა, იმ წუთში ამოაცუნცულა ქალბატონ თინასთან. რა მინდა? მე ვაჭრებოდა. როგორც ჩანს, იცოდა დაპატიმრებას რომ უპირებდნენ და სასჯელის შეფსუბუქებას მთხოვდა. უпростоრად პირობით სასჯელს მოითხოვდა. თქვენ რას დაპირდით? ბატონო ბიძინა, რასაც ახლა წაგაკითხებთ. ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა. ამის დროზე ადრე გახმაურება არ შეიძლება. აქ პირდაპირ მაცაბერიძეს ადებს ხელს. კაცი ამბობს, რომ მაცაბერიძეს თხოვნით მოაპარინა ეს დოკუმენტი კანკიას და ბროძელს და თავის ხელით მიუტანა მაცაბერიძეს სახლში. და მაცაბერიძე? მისი თანდასწრებით ბუხარში დაწვა რა? თქვენ მევაჭრებოდაო. რომ ამბობდით, ამას გულისხმობდით? ამ ჩვენების სანაცვლოდ ჩემგან პირობითი სასჯელის გარანტია მიიღო. აი მან დიჯდა, სადაც ახლა თქვენზე ხართ. და აუჩქარებლად წერდა ამ ოპუსს. უნდა გითხრათ ბატონო ბიძინა, რომ სულ არ გავდა თვითმკვლელობაზე მოფიქრალ ადამიანს. ესე იგი საქმე ჩაწყობილ ჩაგვირისტებული ქონია. თანაც თქვენი სახით მოშნი მფარველიც იშოვნა? ასე რომ ვერსია სამაუბისტვა ატმა დაიცი. ჩვენი ბიჭები ღამით რომ ისულიყვნენ ასაყვანად. ეგ ეხლა ცოცხალი იქნებოდა. ბატონო ბიძინა, მე მგონი ხვდებით, რა თხოვნაც მაქვს თქვენთან. კაცო, მაცაბერიძის გასანადგურებლად ამოევის ანგარიში და ჩიფჩურის აღსარებაც კმარა. მაცაბერიძესთან ანგარიშის გასასწორებლად კმარა. მაგრამ სამართლის დასამკვიდრებლად არა. ამიტომ მე მინდა, რომ თქვენ ჩიფჩურის მკვლელობის საქმე გამოიძიოთ. დაადგინოთ დამკვეთები და შემსრულებლები. აუ, ეგ ძალიან რთული საქმეა, ქალბატონო თინა. მაგისთვის აღჭირდება უამრავი მოწმის დაკითხვა, ექსპერტიზა, საგამოძიებო ჯგუფი, ოფიციალური პროცედურები და რა ვიცი, რამდენი რამე. და მე უბრალოდ პენსიონერი ვარ, რა ვქნა? თქვენ ერთხელ მითხარით პოლიციაში არ დავბრუნდებიო. დიახ. მაშინ შეათვალეთ, რომ დღეიდან უშიშროების ოპერატიული სამსახურის ოფიცერი ხართ. უშიშროება უფრო უხმაუროდ იძიებს ასეთ საქმეებს. რა სიტყვით? ოპა! გილოცავ, ბიძო. ბიძო. ფიქრებისთვის დრო მაქვს. ბიძო. აუ როგორ მომენატრა იქ. მაშინ ჩავთვალოთ, რომ ისე როგორც თქვენ თქვით. ბიძო. Copyright. ბიძო. Shall we, Misha? Мамас, майц амоучил. Меня зовут Оля. Тогда привет, Оля. Кошка здесь? Какая кошка? Я не хозяин, да? Николай Иосифович у себя. Проводи меня, дорогая, я его друг. Пожалуйста, пройдемте. Я не люблю слово «пройдемте». Так менты говорят, когда в отделении ведут. А я не мент. Ты длинноногая и очень красивая. Спасибо. Прошу. Shall we, Misha? Пацаны Николас, к вам пришли. Ага. Миша, сейчас. Спасибо. Помоги, что это? Молодец, магარი секретарша ყოლია ძმა. აიო, ხელსაც აღარ გვაქვს, რა ბიჭო? აი ფიქრობ რა. შენ ჩემ ადგილას როგორ მოიქცეოდი? ალბათ ეგრე როგორ შენ. მიხეილ ძმაო, დედას გეფიცები. მაგა ვინერვულეთ რა. მე მიხეილ არა ვარ, წემბოლე შენი ძმა. მე აქ ამასთან საბაზროთ მოვედი. მაგრამ იმ დღეს რახან ერთად იყავით, მოისმინე. რა იყო კოშკაჯან, ბოზობა დაიწყე? მიშა.
ხო იცი რომ პატივს ხცემ და რამე. მაგრამ მოდი ჯერ ვიბაზროთ და ვეოდები მერე გააკეთე. Хорошо? რა უნდა ვიბაზროთ, ბიჭო? ჯერ შენ მაშინ შეგეშალა, როცა კაცი გამომაყვანინე სახლიდან. მერე მოიტაცეთ და იარაღი თავზე დაადეთო. ამ კაცს დისკმარი დაუბრდეს. იმას ხუსიკას ვალი ქონდა. იარაღის მაგის გასაიასნებლად დავაგეთ. გაიგე? თუ იარაღი იყო დასადები, ჩემთან ერთად გებაზრა და ჩემთან ერთად დაგედოთ. მე დავადე იარაღი. მაგრამ ხელი არ დამიკარებია. დაჟე არც მიგინებია. გავეაცნე და გავუჩვირა ძმაო. მერე ძაღლები მე რატომ ტენიდნენ შენი სიძის კვლელობას? ჩემი სახელი საიდან გაიგეს? გაიასნეთ, გაუშვი და იბოზეთ, არა? მეც დაჭერილი ვიყავი ხუსიკას და ნახევარი ლოტკინს. ამას რა ქვია, ძმაო? კოშკა, შენ გეკითხები. ძაღლებმა ყველაფერი თავიდანვე იცოდნენ. ჩემი სახელი და გვარიც, არა? კამერაში სულ ამაზე ვფიქრობდი. დაჟე ვერც გავბრაზდი შენს. შვილებს ფიცა ვარ, პროსტა მეწყინა. შენგან მეწყინა და ბავშვობიდან კაცად გიცნობ. მიშა, კოშკა არაფერს უაში ეცოდე. ყველაფერი ჩემი ბრალია. ერთი ძმაკაცი მყავს რა? ყოფილი ძაღლი. სერგო დაიკარგა? იმასთან მივედი ძმაო და ყველაფერი მოუყევი. ჩემო მინდოდა რა? შენი ჩაშვება? აზრდა წალა მქონია ძმაო. ეხლა შეგიძლია ამოიღო იარაღი და მომკრა. მე ვარ და დამნაშავე ყველაფერში. კოშკა, მართალს ამბობს? ხო ვიძახდი რომ ძაღლებთან ძმაკაცობა არ გამოდის. ყოფილია თუ ეხლანდელი ძაღლი მაინც ძაღლია რა. კი ძმაო, მაგრამ მიშანა თავის მაკაცები ეხლა გარეს რო არიან. ვისი დამსახურებაა? თაბაგარს რო არ დაერეკა დილალაჭყადუასათვის და იმას პროკურატურიდან რო შეედო, მაგრამ კატამაძისთვის. ამათ ვინ გამოუჩებდა? თამაც ეხლაზე დროშითო? ვინ არის თაბაგარი? ხო გითხარი, ჩემი ახლობელია. პოლიციაში აღარ მუშაობს. პენსიაზე გასული. მაგრამ ვაჟიაკია. რო იცოდე, მაგრა დაგეხმარა ძმაო. ვაფშე ისე მიყავდათ საქმე, მეგონა უეჭველი გაგვსროკავდნენ. მაგრამ მე რაღაც მოხდა და ყველა ერთად გამოგვყარეს. რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ გარეთ გავმეყვანე. მიშა, კიდევ ერთხელ ვიზახი. ეს კაცი არაფერს უაშია რა. მე ყველანაირად ჩაჭრილი ვარ შენთან. ეხლა როგორც სიტყვი ისე იქნება. არა კაცი ვიყო? ჯერ ესეთ დღეში არ ყოფილი ვარ რა. აი. ეხლა თუ გინდა თავს დავიბრიტო. აი დაწყნადი რა მოგივიდათო? რა დავწყნადა შეჩემა? იმის ფიქრება მიხდება რომ ბოსი არა ვარ. ამან მე მგონი გარეგადო. ბიძინას და ლექსორს რო შევეცი რა. ეს რა გააკეთეს თო? თანიციან, კულელები ვინ არიან? და გარეთ აგულაებენ. ჩემი და კიდე გულზეა გამსკარი. ეხლა ვიცი რაც უნდა გავაკეთო რა. ნუ მაიცა ხო არ გაგიჟდი, სად გარბიხათო? ხო ვიცი ვინც არიან არა? ხისახი აქ გახსნილი დიღომში. შემიყალი დაბრიდა მაგ გასიებულ ნაბოძებს. ეს გიჟია ბოზი ვიყო, თუ ძმა ხარ იარაღი დარს რა. აუ პიზდეც, ბიჭო. ო რა ცუდია რომ არ მომიწეს. თქვენი უფროსები სად არიან? გივია იქ არის, ნავესში. და შევჭამ ხა. ეს ბარბარობა. გეგონა ვერ მოგაგნებდი არა? შენ აბოზარო შენ. რეცა რა გინდა ვინ ხარ? ვინ აღარ და შენი სიკტილის ანგელოზი ვარ. სერგოს რახჭოდი. რაზე მიკობდით მაშინ? გეგონა შეგჭობოდათ არა? მაი არ იყო მასე და გაძია იარაღი. აბა როგორ? შო გაძია იარაღი და გეტყვი ძმა. ვინ არის შენი ძმა შეჩატახო? აინაგურა! მოწარო დაუბრუნდო ხორითო. დასაბრედი, დაიბრუნდე. აი! ოზაიმე! შენი დედა შენ. აუ, ხوار გადაო, ბიჭო. თქვენი. დედამო. ხوار გადაო, რა შეაფრიდა ბიჭო? ო, კოშკა ძალიან ძმა.
რაკენი? წაიგეთე? გავიქ. მე? არ ვიცი ზო. რაც აქწერია თუ ყველაფერი მართალია აღარ ყოფილა ჩვენი საშველი ეგარი. ბიჭო, ეხლა ამდენი დანაშაული რომ უბრალო ადამიანმა ჩაიდინოს. ამ თქვა შენ. ნუ მე ბატონო. სიმერი აქეთ დავშენა, კაცო. და ეს ვირიშვილი ზის იქ გაჭგებული კაბინეტში? ბინა მაგას არაკლია, დაჩა და მანქანები. მოკლედ შენ შესას არიშლ, ხო? რას გულისხმობ? ამ დიდ ღლავებზე რო ნადირო, პატარა ღორჯვები არ გეკადრება რა? ხო. მე კურდღლის ხორცს მირჩევნია სპილოს შალაღაჯი. მე მაგის კბილები გაქვში ბებერო? რა თქმა უნდა, ბიჭო, მაგას სპილები და ადრიალი პირში გაალაღლაღე ორჯერ. და ყლუp არ დაგახრჩოს. ბიჭო, მე შენ ახარ მყავ ხარ? ძმა ძმისთვის და შავი დღისთვისო. არ გაგიგია? ამაში ერთი რამ არის დასაზუსტებელი. რა კავშირი აქვს ხრამიაშვილს ბროძელის მკვლელობის მცდელობასთან? მოიცა? მასალე ამ წუთში ეს რა ჩვენება არა ელექსი გაქვს ეს შევა ხო აი გოგია შახბაზოვი ნახე რა წერია შახბაზოვს იმ შემთხვევამდე 3 დღით ადრე შეხვდა მაიორი ხიზანიშვილი მაგრამ მათი საუბრი შინაარსი უცნობია მე რა მე ეს ხიზანიშვილი არის გელა ხრამიაშვილის მარჯვენა ხელი და შახბაზოვის პიცით რო წავიდა ბროზელის მოსაკლავად დაცვამ დაასრო და თვითონ შახბაზოვი გააგორა იქვე გარგი ახლა რასაპირებ ბიჭო მე რას ვაპირებ კაცო უფროსი შენ ხარ და იმიტომ მოგიტანა ეს მასალები შენ და გადაწყვიტო შენ ხომ იცი რომ ასეთ საქმეებს მე მარტო ვერ წყვეტ არ ვიცი ძმო მე ახალი კაცი ვარ და თქვენი საქმეების არაფერი გამეგება აუ საწყალი როგორ მეწოდება ამას არაფერი გაიგება ხო ვინა გისმენთ მოგესალმებით ბატონო ბიძინა გამარჯობათ ბატონო ზაალ როგორ არის ჩვენი საქმეები კარგად თქვენ როგორ ბრძანდებით წინასწარი მოკვლევა დაამთავრეთ კი სულ ღამით მოგჭი მე ქალბატონ თინასთან ვარ როდის გელოდოთ რა ვიცება როცა თქვენ მეტყვით თუნდაც დღეს მაშინ 6 საათისთვის გელოდებით კარგი 6-ისთვის ხო რა იყო არაფერი ვითომ გივინსგირველი უნდა წამეყვანა ხინკალზე და არა მოვალ 6 საათს ოღონდ ეს საქმე დროზე დავამთავროთ და ნაღდი თელაური ხინკალი ჩემზე იყოს აი არც ეგარი ურიგო აბა გელოდებით კარგად იყავით მომიცი ეს პაპკა აქ რა იყო გამოუშვდა პატრონი აბა შენ ვერ შეგწენედა დადი დაიკარგე ეკედან რომ დავიყარგო მანქანა მჭირდება აშო წადახარ 6-ის ნახევარზე აქ იყავ შტიკივი დარჭობილი საღარით უნდა წაიყვანო რა ვიცი სად ამას თუ აჩოტი არ ჩააბარე ისე არ იქნება მამის დედავატირებ რა ვა დიდი ხანია ერთმანეთს არ შეხვედრივართ. მშვენივრად გამოიყურებით. გმადლობთ. არა, მართლა ვამბობ. ბოლო დროს მხოლოდ ეკრანზე თუ მოგკრავთ ხოლმე თვალს. არა, ეკრანზეც არაჩვეულებრივად გამოიყურებით, მაგრამ ცხოვრებაში მაინც სხვა. ეს კომპლიმენტია თუ ტაქტიკური სვლა? დავსხდეთ. ყველა კომპლიმენტი გარკვეული ტაქტიკაა. იცით მე ხშირად მახსენდება ის დღეები, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვიდექით ქარში, წვიმაში და გასაყოფი არაფერი არ გქონდა.
არც 3000 ლარიან ხელფასებზე ვფიქრობდით, არც ხისი ბიზნესის მითვისებაზე და არც ჩვენთვის არასასურველი დოკუმენტაციის და ადამიანების ლიკვიდაციაზე. ყოველ შემთხვევაში მაღალი ტრიბუნიდან ამას არავინ ამბობდა. ეხ, ალბათონო თინა. მე სულ მინდოდა მეთქვა, რომ თქვენ გაუთავებლად ერთ შეცდომას უშვებთ. მართლა? საინტერესოა. იცით რა? პოლიტიკაში საკუთარ რეიტინგზე ზრუნვა ეს ნორმალური მოვლენაა, მაგრამ როდესაც ეს თანაგუნდელთა ხარჯზე ხდება, მაშინ ეჭქვეშ მთელი მართველი გუნდის რეიტინგი დგება. ეს კი თინათინ ძალიან სახიფათო თამაშია. და ამ თამაში ვერავინ იგებს ოპოზიციის გარდა. აგებს მთავრობაც და ხალხიც. ეს რაღაც ახალია. თქვენ ხალხის ინტერესებიდან გამოდიხართ? არ არის საჭირო ეს ირონია. თქვენ შეგიძლიათ რაც გინდათ ისე ფიქროთ ჩემზე, თქვენს დანარჩენ კოლეგებზე, პრეზიდენტზე ბოლოს და ბოლოს, მაგრამ საჯარო პოლიტიკა ეს გუნდური თამაშია და ამ თამაშს თავისი წესები აქვს. ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ, გალბატონო თინა. და ან ერთად მივალთ ნაპირამდე, ან ერთად ჩავიძირებით. და ჩემი რჩევაა, ნუ არყევთ ამ ნავს. ეს უბრალოდ სახიფათოა. კი, მაგრამ რა უყოთ ეკიპაჟის იმ წევრს, ვინც ღამის სიბნელით სარგებლობს და ჩუმჩუმად კურსს ცვლის. ვინც ხვის წყალს და საჭმელს იპარავს. მე მგონი ასეთი კაცი ნავიდან უნდა ჩავითის. ეს მე ვიპარავს ხვის წყალს და საჭმელს. ამას მე მეუბნებით. იცით ეს რა არის? პროფესორ ამოევის ანგარიშია, რომლის ბოლო ასლი თქვენ ბუხარში შეუძახეთ. ყვილია. ეს კი განსვენებული დეპუტატის ტრისტან ჩიფჩიურის ჩვენებაა, სადაც დეტალურად არის აღწერილი, როგორ ნადირობდით ამოევის ანგარიშზე. აი ეს თქვენ დააწერინეთ ჩიფჩიურს შანტაჟისა და მუქარის ქვეშ. და საწყალმა ტრისტანმა თავი მოეკლა, იმიტომ რომ წესიერი კაცი იყო და სინდისმა შეაწუხა. თქვენ მშვენივრად იცით, რომ ტრისტან ჩიფჩიურს თავი არ მოუკლავს. აი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ იმ ღამით ჩიფჩიურის ბინაში იყო ვიღაც, ვინც თითის ანაბეჭდები გაანადგურა, მაგრამ შეცდომა მოუვიდა და ჩიფჩიურის თითის ანაბეჭდები ზედმეაყო. მე რა შუაში ვარ? დამშვიდით, ბატონო დარეა. და დაბრძანდით თუ შეიძლება. შემსრულებელი გელა ხრამიაშვილის კაცი იყო. დავალება კი თქვენ მიეცით. ისევე როგორც ბროძელზე განხორციელებული უნიჭო ტერაქტის შემთხვევაში. გნებავთ ციხის უფროსის, თანამშრომლების, თვითონ ბროძელის, პატიმრების ჩვენებები მოგართვათ? ან კიდევ უფრო უკეთესი ამბავი? რა ამბავი, მორიგი მონაჩმახი იქნება რაღაც. არავითარი მონაჩმახი. ეს ლევან ჭალაგანიძის, თქვენი ახლო მეგობრის რუბენ ყალიჩევას და საფინანსო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ჩვენებებია. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჯერ რევიზიის შეგზავნის, შემდეგ მისი დასკვნების ბლოკირების და ჭალაგანიძისათვის $100,000 გამოძალვის ფაქტზე. მოდი პირდაპირ მითხარი რა გინდა. მე თქვენ შენობით არ მოგმართავთ. მე რა თქმა უნდა შემეძლო და ალბათ ვალდებულიც ვიყავი მთელი ეს სიბინძურე გამომემზეურებინა. მაგრამ როგორც ქვეყნის მეორე პირი, ანგარიშს ვუწევ ქვეყნისათვის იმ ძალიან მძიმე და საშიშ შედეგებს, რაც შეიძლება ხელისუფლების დისკრედიტაციას მოყვეს. ამიტომ კარგად მომისმინეთ. იცოდეთ, მე არც ერთ თქვენ ბრალდებას არ ვეთანხმები. მაგრამ მაინც გისმენთ. მე ნაკლებად მაინტერესებს, რას ეთანხმებით და რას არა. ჩემი პირობა ასეთია. თქვენ, ხრამიაშვილი და იმ საპარლამენტო კომისიის უკლებრივ ყველა წევრი, ვინც დამალა ამოევის დასკვნა და მწვანე შუქი აუნთო ვიტალი ხარჩილავას პროექტს, დაუყოვნებლივ ტოვებთ პოსტებს, იხსნით ყველა უფლებამოსილებას. და მიდიხართ არა მარტო პოლიტიკიდან, არამედ საქართველოდან. გასაგებია? თქვენ ხვდებით, რომ
ამით უმრავლესობას ანგრევთ. ამას პრეზიდენტი არ დათანხმდება. თქვენი უმრავლესობა არ უდრის მთელ საქართველოს. და საქართველო მარტო საპარლამენტო უმრავლესობა ნუგონიათ. ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტს, მე ჯერჯერობით თავი შევიკავე და არაფერი მithქვამს მისთვის, მით უმეტეს ამერიკაში გამგზავრების წინ. მაგრამ დარწმუნებულება, როდესაც ის ამას გაეცნობა, ჩემს პოზიციას გაიზიარებს. ვერ გავიგე, რა პოზიციაზეა ლაპარაკი. მე ვაპირებ შევიდე პრეზიდენტთან პარლამენტის დათხოვნის და თქვენი დაპატიმრების წინადადებით. გასაგებია. ვთქვათ, დაგეთანხმეთ. ამ შემთხვევაში რას გვირდებით ქვეყნიდან გაძევების გარდა? უტიფრობას მართლაც არ აქვს საზღვარი. მე თქვენ არაფერს გვირდებით. ჩემი მოთხოვნა უპირობოდ უნდა შეასრულოთ. ამის მერე შესაძლებელი იქნება კონსულტაციები გარკვეულ საკითხებზე. და უარი რო გითხრათ? მაშინ მოხდება ის, რაც ძალიან არ მინდა. ამის შესახებ ჩემი აზრი უკვე იცით, მაგრამ გარწმუნებთ. უარის შემთხვევაში ამ ნაბიჯს ნამდვილად გადავდგამ. მე გარკვეული დრო მჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად. ერთ კვირას გაძლევთ. პრეზიდენტის ჩამოსვლამდე. გელა, სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ. ფარებიანთ. What the fuck? ეს ის არის, მე მგონია. ბატონო გელა, უკაცრავად, მაგრამ როდის დააბრუნებთ? მალე. საღამო მშვიდობისა, ხმაწვილებო. გაიყო უფროსო. დედამ გამარჯვების თქმა არ გასწავლა. შენ ახლა აქ ცოტა ენას მოუკერი და ნუ გაბლატავდი, გაიგე? გასაბრაზებლად არ მithქვამს პატივცემულო. მამაშვილური რჩევა იყო. თანამდებობაზე ყოველთვის არ იქნები და რა იცი, იქნებ ცხოვრებაში გამოგადგეს. ეს ვინ არის? ერთი გამაგებინა რა. შენ მე არ მიცნო. ხო არ ჩააქრებ არან. მაცაბერიძე სად არის? გველოდება. წავედით. ეს ხო ძალიან აბუზარია. მაგრამ ესენი იმენა ჭუჭულიკები არიან. ეს თესლიკაცია, ბიჭო, ხო ძალიან აბუზარია ეხლა იასნა, მაგრამ თესლიკაცია, რაც ეს იმენა ეგრევე შეუსრულ. ავასწორებს ეგეთი რაღაცები. ტრაქს დააყენები. ბოლო ღერსაც შევიწირო. აბა. რა სიტყვით ბატონო უჩა? გისმენთ? არა, ჯერ მე გისმენთ. მე უკვე მოგახსენეთ ჩემი სათქმელი. დიახ, მაგრამ არ გითქვამთ რა გარანტიებს მპირდებით. მე და თქვენ ხომ შესანიშნავად ვიცით, რომ ამგვარი დავალების შემსრულებელს როგორც წესი ბოლოს თავიდან იშორებენ. ერთი მითხარით. რატომ უნდა გენდოთ? გასაგებია, მაგრამ თქვენ მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ ეს საქმე პირადად მე თავის ტკივილის მეც არაფერს მოგიტანს. ამიტომ
მხარი გარანტიები და შესაფერისი კომპენსაცია მჭირდება. მესმის, ამიტომ მოდით ყველაფერი კარგად დავწუნოთ, დავილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ. თქვენს ადგილას მე ეს ყველაფერი უკვე დაწონილი და გადაწყვეტილი მექნებოდა. მაგრამ აქ მაინც თქვენი აზრია გადამწყვეტი. გააჩნია რა პირობებს შემოგთავაზებთ. თქვენ შეგიძლიათ დაარწმუნოთ პრეზიდენტი. რომ რაკი წინა მთავრობას ვებრძოდი, ორივე არ იქნება თუ კი შემიწყალებს და დარჩენილ სროკს მაპატიებს. არ ვიცი, ეს ძნელი საქმეა, მაგრამ ვეცდებით. ძალიან უნდა ეცადოთ. ძალიან. რადგან ჩემი მთავარი პირობა და გარანტია სწორედ ეგ არის. სანამ ეს ოპერაცია დამთავრდება, გასაგები მიზეზების გამო მე გარეთ უნდა ვიყო და თავისუფლად ვიმოძრავ. გარდა ამისა, ყველა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ციხეში ვზივარ და საჯილს ვიხდი. ეგიული საქმეა. მერე? ეხლა ამ ლაპარაკს რომ მოვჩებით, ისევ ციხეში დამაბრუნებთ. ოპერაციის პირველსავე დღეს გადმომცემთ პასპორტს, პრეზიდენტის შეწყალების ქაღალდს და 9,5 ევროს. მოსულა. ოპერაციის დამთავრებისთანავე მე კვლავ ციხეში ვბრუნდები და შეწყალების თანახმად იქიდან უკვე 2-3 თვეში ოფიციალურად გამოვდივარ. თქვენ კი Deutsche Bank-ის 2,5 მილიონიან ჩეკს მაბარებთ. აქ შეიძლება რაღაც დეტალები კიდე დასაზუსტებელი იყოს, მაგრამ უმთავრესი პირობები მაინც ეს არის. დეტალებზე მე შევთანხმდებით. კი ბატონო, მაგრამ მე ვალდებული ვარ თქვენს მიერ წამოყენებული პირობები რამდენიმე კაც შევთანხმო. მაინც რამდენს? 3-4-ს. მესმის, მაგრამ 4 ბევრია. მე და თქვენ ხომ ვართ 2. დიახ. 4-იც რომ დაგვემატება, 6 მივიქნები. და საქართველოში 6-მა კაცმა რომ იცის, თელმა ქვეყანამ იცის. აღარ ავნად. თქვენს ადგილზე მე მხოლოდ ერთ კაცს გავენდობოდი. ისიც იმას, ვისაც 3 მილიონი უდევს სეიფში. გასაგებია. ძალიან ბოზარია ტიპი. ეგ ხრამიაშვილი კი თვალით აღარ დამანახოთ. საერთოდ არ ჩააყენოთ საქმის კურსში. არც ეგ და არც სხვა ვიღე. რა თქმა უნდა იმ ერთი კაცისგან. ვისაც 3 მილიონი უდევს სეიფში, არა? დიახ. ახლა კი ჩემს მშობლიურ საკანში დამაბრუნეთ. ორ სერია მელის წინ ჩემი და სამწუხარო რომ ეხ გადამიჩაწერა არ ვერ მიწევს ვერ მოახერხა ფიზიკურად დროში ვიწვევი. არა, სხვა ჩაუჭდები დანარჩენს მიყვარხართ მეოსებით ამ დღეებამდე.